მოგესალმებით, მე ვარ თენგიზ სულაკველიძე და ძალიან მიხარია, რომ 54 წლის შემდეგ გავახსენდით გულშემატკივრებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ხალხს, რომელმაც ესე იგი მოიფიქრა ეს როდესაც დღევანდელი ეს გადაცემა. დიდი მადლობა ბატონ დავითს ამ კითხვისვინ. ასე ვამბობთ, ფეხბურთელის და სპორტსმენის დამა დიდი წარმატება ქართული საკლუბო გუნდს არ ქონია არასდროს და ეს ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ძალიან მიხარია, რომ აი დიდ გამარჯვებაში პატარა ჩემი წვლილი არის მიღებული და რა თქმა უნდა ამით ჩვენ ესე იგი ვამაყობთ თბილისის დინამომ 91-ში აი ამ ხელა თასი ევროპის თასი მას ძალიან ძნელი იყო მაშინ საბჭოთა ჩემპიონატში გეთამაშა და აი ამ დიდ გამარჯვებას როგორც ევროპის შეარჩევი ტურნირი იყო მოგეგო. ამიტომ მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტურნირზე და ბედნიერი კაცი ვარ თენგიზ სულაკველიძე, რომ ამაშიც მე პატარა წვლილი მაქვს მიღებული. დიდი მადლობა ამ კითხვისგან ბატონ ბესოს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ამ დიდ გამარჯვებაში რა თქმა უნდა ყველა იმ დაწყებული მწვრთნელიდან დიდი დამსახურება რა თქმა უნდა მიუძღვის ნოდარ ახალგაზრდას. იმიტომ რომ ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავდა, ძალიან მაგარი პიროვნება იყო და ნუ იყვნენ შტაბი გუნდში, იყვნენ გივინოდია, სერგო კუტივაძე, კახი ასათიანი, რომელიც ისე იგი ექიმები, ზაქარია თელია და ძალიან დიდი გუნდი იყო და რა თქმა უნდა ყველა დიდი ვაზრი მაინც რა თქმა უნდა ფეხბურთელებს აქვს და იყო ძალიან დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩამოთვლი, იმიტომ რომ დათო ყიფიანი, საშა ჩივაძე, ღვავა გუცაევი, რამა შენგელია, ეგეთი ფეხბურთელები, თამაზ გოსტავა და ძალიან გუნდი, იმიტომ რომ 2-3 კაცი როდესაც წარმატებას აღწევ, არ არსებობს ვარიანტი თუ არ არის გუნდში 14, 15, 16 ფეხბურთელი მაგარი დონის. ამიტომ ეს იყო მთლიანი გუნდის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელი, ყველა პოზიციაზე ძალიან მაგრები იყვნენ და შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ამ ტურნირზე თამაშობდით, 7 კაცი იყო საბჭოთა ნაკრებში მაშინ. თბილისის დინამოდან. ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობა საბჭოთა ნაკრებისთვის. ამიტომ უფრო მე გვიადვილდებოდა, როდესაც საბჭოთა ნაკრებში თამაშობდა, უფრო გვიადვილდებოდა გუნდში თამაში და ეს ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ჩვენ ასეთი კაი გუნდი შევიკრიბეთ. ეს დიდი გამარჯვების შემდეგ ჩვენ გქონდა მე რა თქმა უნდა იყო წარუმატებლობა, მაგრამ შეცვალა ის რომ ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებოდი შემდეგი გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს არ მოხდა მერე. იმიტომ რომ მერე მოვიდა თაობათაცვლა მოვიდა და ჩვენ შემდეგი წლები ძალიან ცუდი მდგომარეობაში იყო მაშინ თბილისის დინამო და მე ვიტყვი რომ ეს ახალგაზრდები ვერ მოვიდა იმ პერიოდში, რომ კიდე ჩვენ რაღაცა დიდი წარმატებაზე მიგვეღწია და ის მერე ფაქტიურად დიდი გამარჯვება არ ყოფილა და ბოლოს თუ ესე შემიძლია ვთქვა, რაც ახლა ნაკრებმა გააკეთა, საქართველოს ნაკრებმა, ეს იყო იმ წლებიდან, რომელიც ჩავარდნები იყო 91 წლიდან და მე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშა, ეს იყო უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, გაბატონინოს. მინდა რომ გავიხსენო, რომ ვიტალი დარასელია იყო ფეხბურთელი, რომელიც იგი ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობდა. ფაქტიურად ვიტალის დარასელიას წასვლით თბილისის დინამოს ცხოვრებიდან, ესე იგი და ძალიან ულასაწყვეტი იყო ახალგაზრდა კაცი იღუპება და მე ვიტყვი რომ თბილისის დინამოს შემდეგ ვიტალი დარასელიას გარდაიცვალა, თბილისის დინამოს მერე დაიშალა რა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზი რომ ვიტალის არ ყოფნის ზეგი თბილისის დინამო დაიშალა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის ზეგი ვიტალის გარეშე თამაში და მე ვიტყვი რომ ბედნიერი კაცი ვარ რომ ვიტალი დარასელიასთან მომიწია თამაში და თამაშობდით ერთად. თბილისის დინამოში პირველ რიგში როდესაც ბავშვი ხარ და პატარა ბავშვი ხარ და იწყებ ბავშვთა სკოლაში მაგის ფიქრი არ აქვს. მე ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ვარ და ქუთაისში ფიქრობდი რომ ქუთაისის ტორპედომდე მეთამაშე. ეს იყო ჩემი ოცნება, პირველი ოცნება. და ეს ოცნება შემისულა ქუთაისის ტორპედოში 18 წლის ვიყავი ქუთაისის ტორპედოში რომ ამიყვანენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ ყოფილა. მე ალბათ მაგვირდებოდა მწვრთნელები და დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა უთხრა ნოდარ ახალგაზრდას, რომელმაც ჩემზე გააკეთა და მე გავამიზახა ნოდარ ახალგაზრდას ჩავმიყონა თბილისის დინამოში და მე მინდა უღმერთი მადლობა უთხრა ამ პიროვნებას და აცხოვნოს მისი სული. არასოდეს არ დავიწყე ნოდარ ახალგაზრდის იმ დიდ ზღვას, რომელიც ჩემში ჩადო.
ოდნავ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. წდება ყველაზე მაგრამ წდება რომ გული ფეხბურთში ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის ნათამაშები მაქვს, სოფლიოს ოლიმპიადას ნათამაშები, მაგრამ ყველაზე მაგრამ წდება გული საქართველოს მაისური ამწმეა, საქართველოს ნაკრების. ეგ არის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული. ეგ არის ბედნიერება, როდესაც საქართველოს მაიკით გამოდიხარ შენ მაყურებლის წინაშე. მე მინდა მადლობა უთხრა იმ მწვრთნელებს, რომელიც ბავშვობაში მყავდა. მე მინდა დავიწყოთ სადაც დავიწყებ პირველი ესად ქუთაისის ტორპედოს მოსამზადებელი ჯგუფში ვარჯიშობდი პირველად ვიყავი 10-12 წლის. როდესაც ეს იყო მიხეილ ლოსაბერიძე, მე მყავდა ცოტა უფრო დიდებში გადამიყვანენ 14 წლის რო ვიყავი კალო ხურციძე და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წვლილი ჩემში იქონია ბატონო გიგან ორაგიძე, რომელმაც ესე იგი ქუთაის ტორპედოში ძირითად შემადგენლობაში პირველად ამიყონა ქუთაის ტორპედოში და მე ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. 5 წელი ვითამაშე ქუთაისის ტორპედოში და ყველაზე დიდი წვლილი ჩემ ესე იგი აღმოჩენაში ეს მიუძღვრის გიგან ორაგიძე და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა და გარდაცვლილია და მე მინდა სონა და არ დავიწყებ უბრალოდ ყოველთვის და მე არასდროს არ დავიწყებ ბატონ გიგან ორაგიძეს, რომელმაც ესე იგი გზა გამიყოლა თბილისის დინამომდე. ძალიან დიდი მადლობა დაზროს, მაგრამ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ლარსენს, როდესაც მეუბნება, იმიტომ ლარსენის მერე საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან გამანთავისუფლდნენ. ის მოხდა ესეთი რაღაცა, როდესაც ესე იგი ვეთამაშებოდი საბჭოთა კავშირის ნაკრები დანიას, წვრილს არ ქონდა ეგეთი დავალება, მე საერთოდ როდესაც მაგარი ფეხბურთელები იყვნენ, მარადონას წინააღმდეგ ვაკნა თამაშები და ბლახინი და იმის წინააღმდეგ ვაკნა თამაშები, მაგრამ წვრილს არ ქონდა ნათქვამი, რომ შენ უნდა აიყვანო ლარსენიო და ესე მოგვიწია რა, რომ თუმ მე უნდა ამეყვანა ლარსენი, მაგრამ აქედან გამომდინარე, როდესაც წვრილი არ გეუბნება ამას იქ სხვა სიტუაცია იყო, სხვა თამაში წავიდა და უფრო მეტი წილად ჩემთან ხვდებოდა ეს ლარსენი რა. ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი იყო. მაგრამ მაგაზე დიდი ფეხბურთელა მითამაშია მე მარადონასთან მაქვს სამჯერ ნათამაშები, მაგრამ ეს იყო იმ დღეს თელი საბჭოთა კავშირის ნაკრები დავძადვით და ვერ დავიჭირეთ რა. ხო და ის თამაში დავაგეთ 4-2 და იმ თამაშის შემდეგ მე საბჭოთა კავშირის ნაკრებში არ გამომიძახე. დიდი მადლობა გიორგის ამ კითხვისთვის. რა თქმა უნდა ფეხბურთი არის შეიძლება და კარგად დავიწყეთ, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ ის ანგარიში და მე ვიტყვი რომ ორივე მაგარი გუნდი იყო, მაგრამ გასვლა შეიძლებოდა, რა ფეხბურთი არის, ხან გაგიმართლებს, ან არ გაგიმართლებს. ამიტომ მე ვთვლი რომ გასვლა შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა ის ჩვენ და სამწუხაროდ ვერ გავედით რა. ერთიც ვერ მოვუგეთ რა. ამიტომ ფეხბურთში ეს ყველაფერი ხდება რა. და შეიძლება კანონზომიერიც და შეიძლება ჩვენზე კარგი გუნდიც იყო. მარადონა იყო უდიდესი ფეხბურთელი და ჩემ ცხოვრებაში 4 შენ შევხვდით. 3ჯერ შევხვდით როგორც მოქმედი ფეხბურთელი და 1ჯერ თბილისში შევხვდით როცა როგორც ვეტერანები და აქ სურათიც აქვს გადაღებული ერთად რა. ხო და მე მინდა რომ მარადონა იყო უდიდესი ფეხბურთელი იყო და როდესაც ესე იგი წვრილი გეუბნება მარადონა აიყვანებო ძალიან შეშინებული ვიყავი. მაგრამ ჩემი ფიქრი იყო, პესკოვს ამბობდნენ რომ ქართველები არ უყვარსო და მიშა მესხიო ნაკრებში არ გამოიძახა, სლავა მეტრაეველი ნაკრებში არ გამოიძახა და მე თქვი ალბათ მეთქი ახლა ამ 22-ში ამირჩია რომ პერსონალურად უნდა ამეყვანა მარადონა. პერსონალურად თამაში ძალიან ძნელი არის ამ ხელა ფეხბურთელთან როდესაც თამაშობდა. მე ვიტყვი მე გამიმართლა რომ ვეთამაშე ნორმალურად და ეს დასვენს რადგან გავაკეთე ნორმალურად თამაშეთ თქვა. მის მერე 6 წელი ვიყავ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ესე იგი კარგად მითამაშია მარადონას წინააღმდეგ 3-ჯერ. დიდი მადლობა ჯიმის. რაც ფეხბურთელი როდესაც მოედანზე გამოდიხარ. მე მაგალითად არასოდეს პრობლემა არ მქონია, ოღონ კარებში არ კარებში დავაყენებდნენ და სადაც მეტყოდნენ იქ უნდა საერთოდ ეს არის გუნდ სადაც ჭირდება რა, იქ უნდა ითამაშო. და ფეხბურთელს და რა თქმა უნდა 4-იანზე მაინც უნდა თამაშობდა ნებისმიერ პოზიციაზე რა. ხო და მე რა ვიცი, ჩემთვის მე გამიმართლა რომ სხვადასხვა პოზიციებზე მიწევდა თამაში და ამით უფრო მე ეს გავიზარდე უფრო აი ამ სიტუაციაში და ჩემთვის მნიშვნელობა არ იყო და სად ვითამაშებდი, ოღონ 11 ქვემოთ ყოფილიყავი, სასამშ ყოფილიყავი ძირითად შემადგენლობაში. მნიშვნელობა არ იქნებოდა რომ სად მათამაშებდი, მაგრამ ჩემს ყველაზე კარგი ის იყო შუა ნახევარმცველი. რა თქმა უნდა ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე 21 წლამდე ქუთაისში ცხოვრობდი და ცოტა ხნის წინ ქუთაისმა დიდი პატივის დამდო და გავხდი ქუთაისის საპატიო მოქალაქე და რამოდენიმე დღეს უღალ. და მინდა ქუთაისს მადლობა უთხრა, რათა ჩემი ცხოვრება ქუთაისში სადაც დაიბადე, გაიზარდა, ესეთი ეპიზოდი იყო მოსკოვში ვეთამაშებით პორტუგალიის ნაკრებს და ვიღაც ტრიბუნიდან იძახის შეძახილები მოსმის ჭომას. მე დავიბადე უბანი ჭომა არის, როგორც აი ნახალო გაგდ. და ეგეთი ესენი უბანია ქუთაისში, ერთ-ერთი ჭომა და ჭომაში დაბადებული გაზრდილი ვარ და
იქ როდესაც ლუჟნიკებში ყვირიანს საშაჩივად და მე ერთად ხურდებოდით, როდესაც გავდიოდით თამაშის წინ ერთად ხურდებოდით და საშა მეუბნება ეს ვინ არის რა ყვირისო რას ყვირისო და ვინ არის და მე ვთქვა ეს მე ვარ თქო იქიდან ვარ როცა ჭომიდან ვარ თქო და ის მაყურებელი ყოფილა ქუთაისელი ჭომელი და ის მალეჩიკოვდა ის არა პორტუგალიას მაშინ თვარ დამავიწყდა და მოუგეთ 5-0 მაშინ პორტუგალიის ნაკრებს საბჭოთა ნაკრებმა და ავიც ქუთაისი არის ჩემს ყველაფერი რა ქუთაისი მაგრამ არც შეეხება თბილისს აქ მაინც უკვე 45 წელია ვცხოვრობ თბილისში და თბილისი არის ჩემს მეგეთი ისა მაქვს, რა ქვია, როდესაც მეგობრებში ვიკრიბებით ხანდახან და დავждებით სუფრასთან ეს მე ეგეთი ისა მაქვს, რომ ჩამოდიხარ თბილისში რა. ესე თბილისში თუ ჩამოვა ერთი აგური უნდა დადვა რა, სპორტსმენზე კი ნებისმიერ ადამიანზე. მაგრამ თუ არაფერს არ დება აგურს მაინც უნდა დაშლი რა. ეგეთი ისა მაქვს სულ მიყვარს, იმიტომ თბილისი არის ჩემს არ არის ყველაფერი და მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისმა და აი ამ ხელა აკადემიის ტერიტორია გამომიყო და გავაკეთე ეს საფეხბურთო აკადემია ჩემი სახელობის და მე ბედნიერი კაცი ვარ რომ საშუალება მომცა თბილისმა რომ ყველაფერი მეგობრებმა ახლობლებმა ნებისმიერმა თბილისმა და საერთოდ დამეხმარეთ თორე ამას თენგისულაგორძი ამას ვერ გაკეთდა და მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო თქვენ და მინდა მადლობა გადავხოთ იმ ადამიანებს ვის გვერდში დამიდგა და აკადემიის მოწყობაში ყველანაირად გვერდში დამიდგა და ხელი შემიწყენ და მე მინდა მადლობა უთხრა იმათ ყველას. მე მინდა მადლობა უთხრა ქუთაისის მთავრობას, ქუთაისის მერიას, ჩემი სახელობის სტადიონი გახსნილი არის ქუთაისში, ჭომაში, ზუსტად სადაც გავიზარდე და დავიბადე და მე ვფიქრობ, რომ უკვე ფუნქციონირებს უკვე იქა და იქ თუ ნიჭიერი ბავშვები იქნება, მე მზად ვარ ჩემ აკადემიას წამოვიყვანო და მე წისვლაში დავეხმარო. ნუ ეს მოვლენა ქუჩაყარაცხელია ქართულ ფეხბურთში, მე ვიტყვი რომ ბოლოგერა ნუ ეს ერთ-ერთი ეს ძალიან დიდი ფეხბურთელია არის მაგარი პროფესიონალი ეგრე აქედან უცებ წახვიდე და ნაპოლში ითამაშო ამ დონეზე როგორც თამაშობდა ნაპოლში და მე ნაპოლიდან გადახვიდე პარი სენ-ჟერმენში და ესე დონეზე ითამაშო ეს შეუძლია უნიჭიერ ფეხბურთელს და ეს არის უნიჭიერეს ფეხბურთელია და ეს უკვე ესეთი პროფესიონალი ამას მე მგონი შევარდირდება რა თუ ამან იცის ეპირად რა და როგორ უნდა მოემზადოს და მე ძალიან მიხარია და წარმატებით უსურვებ ახლა ფინალში და მე მჯერავს რომ კიდე ხვიჩა კიდე ერთი ქართველი ფეხბურთელი იქნება რომელიც ზეგი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. დიდი მადლობა ისა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ფედერაციის უდიდესი დამსახურება პირველ რიგში და რატომ გეტყვით? იმიტომ როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა საერთოდ სტადიონი არ ჰქონდათ რა. სტადიონი არ იყო და ბევრჯერ უწევდა ჩემ აკადემიაში ვარჯიში საქართველოს ნაკრებს მე თუ არ ვხვდები 4-5 წელი ჩემთან ვარჯიშობდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. ეს იყო კობიაშვილი, კალაძის დრო იყო, მუჯირის დრო იყო, იაშვილის დრო იყო, დემეტრას დრო რომელიც აქ ვარჯიშობდა ჩემთან აკადემიაში ერთ-ერთი მოედანი, ბალახიან მოედანი მქონდა მე თბილისში რა. და ეხლაც ამაქვს მე სკოლებიდან ვამბობ, მე სკოლების და ყველას აქვს ხელოვნური მოედნებიდან მე უფრო მეტი ძირითადად აქვს ბუნებრივი მოედნები. ხო და ჩემთან ვარჯიშობდა. რატომ ამბობ ფედერაციის დამსახურება? იმიტომ ფედერაცია ყველაფერი გააკეთა, რომ ინფრასტრუქტურა შექმნილიყო. ხო და ამას დრო დაჭირდა. გავიდა რამოდენიმე წელი და მე აი ამით დიდი შედეგია რომ რაც მოხდა რა ევროპის ჩემპიონატს თამაშობს საქართველოს ნაკრები. ეს არის უდიდესი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის და მე მადლობა მინდა უთხრა ფედერაციას, მადლობა მინდა ამ ბიჭებს უთხრა რომელიც იმიტომ ეს ბიჭების რომლებიც ისე იგი მიაღწიენ ისე იგი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს და ჯგუფიდან გასვლას ეს ბიჭები 70-80% უცხოეთში თამაშობენ და ეს ძალიან კარგი რამეა, როდესაც ესე იგი შენი ფეხბურთელი მიდის კაი კლუბებში როგორც ხვიჩა არის ამ დიდ გუნდებში და მე უფრო იზრდები ფეხბურთელი, რაც მეტი კაი კლუბში წახვალ, უფრო იზრდები ფეხბურთელი და ამ შედეგი ამან დადვა ეს შედეგი. და მე ვისურვებდი რომ კიდე ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები ბევრი წასულიყვნენ კაი გუნდებში და საქართველოს ნაკრებს გამოადგება. რა თქმა უნდა, უდიდესი დამსახურება ამ წვრილის მე მინდა რომ მადლობა უთხრა ამ პიროვნებას, ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და მე მინდა რომ წარმატება უსურვო, იმიტომ რომ წვრილის გარეშე წარმოუდგენელი ამ შედეგს მიაღწიო რა და ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ წვრილს და ჩვენ ქართველებმა უნდა იმასაც რა ქვია რომ მადლობა უთხრა ამ პიროვნებას. და სტორი შერჩევა იყო ჩემი აზრით ეგეც რომ ჩამოიყვანენ ესეთი კვალიფიკაციური მწვრთნელი. ჩემი აკადემიის გაზრდილი ეხლა ეს კვირკველია რომელმაც ევროპის ჩემპიონატში ჩვენთან გაზრდილია ვარჯიშობდა ვახტანგ კობალეიშვილთან. ჩემ აკადემიიდან გაზრდილი არის ეს ფეხბურთელი არის შოთა გაშია ან ოთარ მარცვალაძე
აქ თამაშობდა კვახაძე, ბევრი ფეხბურთელები ჩაბრაძე, ძალიან ბევრი ახლა მე რომ ცოტა ადრე სია ჩამოწევდა ძალიან ბევრი ფეხბურთელებია, რომლებიც თამაშობენ სხვადასხვა საქართველოს ჩემპიონატში, სხვადასხვა კლუბებში. ჩვენი ეს არის ამოცანა არის ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები გაიზარდოს და მე მივცეთ თბილისის დინამოს, საბურთალოს, ახლა იბერიას, ქუთაისის ტორპედოს და ასე შემდეგ, სადაც ესე იგი სურველები გამოუჩნდება ამ ფეხბურთელებს, უშუალოდ ჩვენ ბავშვებს მე რა. ჩვენ დიდი გუნდი არ აქვს ჩვენ. ჩვენ ყავს 19 წლამდე ყველაზე დიდი რა, 18 წლამდე, 19 წლამდე ყავს ახალ სკოლაში და მე დანარჩენი მე უშუალოდ გუნდებში და მე ვიტყვი რომ საქართველოს ჩემპიონატში არ არის გუნდები, რომ ჩვენი აღზრდილები არ თამაშობდეს. და რა თქმა უნდა, ვამაყობდა მე როდესაც აკადემიას ვხვდი, მაშინ ფიქრობდი, რომ მე ერთი დამანახა ჩემი აკადემიის აღზრდილი, რომ ერთი კაცი საქართველოს ნაკრებში ითამაშოს და ჩემმა ახედან აღზრდილმა ფეხბურთელმა რამოდენიმე მითამაშა საქართველოს ნაკრებში. და მე ამით რა თქმა უნდა ამაყი ვარ. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში რადგან ბონდოს მინდა მადლობა უთხრა კითხვის კიდე ხო ერთი რაზედაც მემწყდება გული ჩემ ცხოვრებაში, ჩემი ცხოვრების კარიერაში, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია და ეხლა რომ ვიწყებდე ნაკრებში თუ არ მიყვა მაგას აჯობდიან. ასამბლო საქართველოს ნაკრები ეს სხვა რამე არის რა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მაგრამ წდება გული ფეხბურთი და მარტო მე არაფერზე არ წდება ფეხბურთი და მადლობა ფეხბურთთან. ეხლაც რომ კიდე ფეხბურთი დავიწყებდი თამაში რომ შემეძლოს რა ქვია რა. იმიტომ რომ ფეხბურთმა ყველაფერი მომცამე. ყველაფერი ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება. მე ფეხბურთს გარდა არაფერი არ მიკეთებია. დავიწყე ფეხბურთი, მოვჭი ფეხბურთს, დავჭი ფეხბურთში. იმიტომ ფეხბურთს გარდა არც სადაც ვარ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ესე იგი ჩემს საყვარელ საქმეში დამეხმარენ და აი ამის საშუალება მომცე გემეკეთებია საც გავაკეთე ჩემი სახელობის აკადემია. არიან ბევრი არიან ესეთი ბავშვები, არიან კი რა თქმა უნდა და ყველანაირად ვცდილობ რომ შეღავად გავუკეთო, იმიტომ რომ მე გაზრდილი ვარ ცოტა ისეთ ოჯახში, რომ მაშინ რომ ყოფილიყო რა ქვია გადახდის სისტემა, შეიძლება მე ფეხბურთს ვერ ვეთამაშა, იმიტომ ჩემ ოჯახს მაშინ ისე უჭირდა რომ გადახდით ვერ გადაიხდიდნენ და ამიტომ მე ეს გავლილი მაქვს და ეს ვიცი როგორ უნდა დავეხმარო და რა დოზით უნდა დაეხმარო ადამიანებს და ამას მე ვაკეთებ და ყოველთვის გავაკეთებ სამდე ცოცხალი ვარ. დიდი მადლობა უთხრა ამ შეკითხვას. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორე, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს და რა თქმა უნდა მეტი სტადიონები, მეტი უნდა მოვიდეს ბავშვები, უნდა ჩავთოთ ესე იგი მასიური უნდა იყოს ესა და მე ვიტყვი რომ დღეს რომ სტადიონები შენდება ჩვენ ქვეყანაში, ამდენი სტადიონები არასოდეს არ აშენებულა. რაც ბოლო წლებში შენდება და მე მინდა მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ისე იგი ფიქრობს, ზრუნავს აი ამ რომ ეს მარტო ეს იმის თუ კი არ არის ჯანმრთელი თაობა წამოვა, იმიტომ რომ რაც მეტი ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენ ქვეყანაში, ხო, უფრო კარგია რა თქმა უნდა და მე მიხარია რომ ეხლა ამ წარმატებებამ მოიტანა ის რომ კიდე თბილისში შენდება 70,000-იან თუ 75,000-იან სტადიონი და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმე არის და დიდი სტიმულია ქართული ფეხბურთისთვის რომ ამ ყველა სტადიონი შენდება და ამას უნდა დაფასება და ამას უნდა ძალიან თავდადება რომ ეს უნდა როგორ ვთქვა ამას რომ გაიგეთებენ ამას უნდა ყველანაირად ჩადვა ეს რესურსი რომ გაახარო ქართული გულშემატკივარი რა. ფეხბურთი არის მაყურებლისთვის და მე არასოდეს როდესაც გამოდიოდი სტადიონზე, პირდაპირ ვიყურებოდი სტადიონზე, ტრიბუნაზე რომ ხალხი რო ივსება, ეგ არის ბედნიერება და ფეხბურთი არის მაყურებლებისგან და ეს ფეხბურთელმა იცის და ფეხბურთელებს დაფასება რო აქვს დღეს ესე არასდროს არ ქონია არასდროს რა. ჩემ დროსაც ვიტყვი რომ ჩვენ ეგეთი დაფასება ვამბობ ეხლა აფასებენ ფეხბურთელებს რომ ძალიან მაღალ დონეზე და ჩვენ დროს ეგეთი არ იყო რა. ჩვენ მაინც შიშის უებს თამაშობთ, მაინც საბჭოთა ის რომ ვიყავით, რა ქვია, ფეხბურთელები, გარე გადიოდი უცხოეთში მიდიოდი სათამაშოდ, ესე იგი ჩახვიდოდი წინა დღეს, ითამაშებდი და თამაშდა სტადიონზე, მეორე დღეს მოფრინავდი უკან. არც ქალაქში გაგიყვანდი და დაგათვალიერებდნენ რამს არაფერი, შეზღუდული ვიყავით და დღეს უფრო სხვანაირად მდგომარეობა და მე მინდა ამ ახალგაზრდა თაობას უსურვო წარმატებები, იმიტომ რომ აი ეს ფეხბურთი მაგარი რამეა, მაგარი თელი ერი და ბერს გაერთიანა და მე მინდა ვის ამ ფეხბურთში ესე იგი მოღვაწეობს ყველას უსურვო წარმატება, იმიტომ რომ ამაში ბოლომდე თუ არ ჩადეს შენი სული და გული წარმატებას ვერ მიასწრე ვერასდროს რა. იგივე რაც თქვი რომ პირობები და ყველანაირად მზად არიან, ესე ყველა ეხმარება სპორტს, მარტო ფეხბურთი არ არის, ლაბორატორია ყველანაირი სპორტს ეხმარებიან, მაგრამ მეტი კიდე დახმარება
სპორტს მეტი უნდა დაეხმაროს. ვისაც ეს ხელმწიფება უნდა დაეხმარონ და მე ვიტყვი რომ უკეთეს შედეგი იქნება. იმიტომ რომ რამდენ ხანი მივედი ჩვენ 91 წლის მერე რამხელა ჩავარდნა გქონდა და აღარ 1 წლის უკან ევროპის ჩემპიონატი ვთამაშეთ. ამიტომ ჩვენ კიდევ კარგი პირობები თუ გვექნება, კიდევ კაი სიტუაცია თუ იქნება რა, ჩვენ სოფლიო ჩემპიონატს ვთამაშებთ. იმიტომ ეს ძალიან დიდი იმედი მაქვს მე რომ ჩვენ მალე სოფლიო ჩემპიონატს ვთამაშებთ. ყველა იმ ადამიანს ვიც ეს კითხვები დასვა და პასუხები გავეცი, მე მინდა მადლობა უთხრა ასეთი კარგი და შეიძლება ისეთი გაშლილად ვერ ვთქვი, მაგრამ შეიძლება დაგვარად რაც ვთქვი, მადლობა მინდა უთხრა, უღრეს მადლობა ამ ყურადღების ვინდა მე ყოველთვის მზადა ვარ რომ ნებისმიერ კითხვაზე რასაც ფეხბურთს ეხება შეიძლება დავგვარ გავცე პასუხი.